ეხლა ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში წესის აგების მსახურება მიმდინარეობს. ამ პროცესს სამების ტაძარში ესწრებიან არა მხოლოდ სასულიერო პირები, ბუნებრივია და მიტროპოლიტები, არამედ იქ იმყოფებიან საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, დიპლომატები, მაგალითად ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, აქ ასევე იმყოფებიან შეერთებული შტატებიდან დელეგაციის წევრები, ასევე სამებაში იმყოფება წმინდა საყდრის კარდინალი კურტ კოხიც და ცოტა ხნის წინ ასევე ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ აქ ადგილზე სამების საკათედრო ტაძარში მოვიდა სომხეთის პრეზიდენტი, რომელსაც დახვდა მიხეილ ყაველაშვილი და ასევე აქ იმყოფება, როგორც ვიცით, ვიზიტით იმყოფება საქართველოში აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და შესაბამისად გარდა სასულიერო პირებისა და დელეგაციის წევრებისა სხვადასხვა ქვეყნიდან აქ იმყოფებიან სწორედაც პირველი პირები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა ერთად მიაგებს პატივს დღეს პატრიარქ ილია მეორეს. ბუნებრივია გარე პერიმეტრზე სრულად გადაკეტილია ეზო სამების საკათედრო ტაძრის, რადგან ეს ეზო უკვე დაიკავა ხალხმა და ისინი ელოდებიან უკვე გადასვენების პროცესის დაწყებას, რომელშიც თავად ხალხიც მიიღებს მონაწილეობას. ისინი პატრიარქ ილია მეორეს სწორედ იმ გზაზე, რომელიც მიდის სიონის საპატრიარქო ტაძრამდე, ფეხით მსვლელობით გააცილებენ. Რამდენიმეჯერ შევხვდი გამოფენაზე, ხატებს წერდი ადრე და მინანქარსაც ვაჩუქე და ძალიან ახთოვანებული იყო. მერიდება ამის თქმა და ნამუშევრები, რო თქვა, ნახარ თქვა ერთი სიტყვა, ამის მერიდება ხმამაღლა არ მითქვა, იმ მხოლოდ ეხლა თქვი რამდენიმე წლის მერე, რომ დიდებულიაო და ეს ჩემთვის იმხელა სითბო, სიყვარულია, მერიდება ამის თქმა, მაგრამ დღეს აი როგორც ტკბილი ბაბუა, უსაყვარლესი, ყველას რო კალთას გვაფარებდა, ისეთი იყო ჩვენი პატრიარქი. ჩემთვის უცოცხალი იქნება. წირვალოცვებზე მასთან ვესწრებოდი და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. უსამძიმრებ, მე არავინ არ ვარ, უბრალო ადამიანი ვარ და ყველას უსამძიმრებ, ვისაც გული შესტკივა და ვისაც უყვარდა. დღეს კიდე იმედიანად ვართ. ხვალიდან არ ვიცი რა იქნება. მაგრამ რაღაც ერთიანები ვართ და ეს ცოტა იმედის მომცემია. მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე მადლობას ვუხდი მთელი მსოფლიოს იმ ხალხს, ვინც ჩვენი ეს წუხილი და დიდი განსაცდელი გაიზიარა. აღელვებული ვარ, ძალიან ძნელია დღევანდელ დღეს ყველა მთელი საქართველო კლავობს და ძალიან დიდი ტკივილია. სულიერი მამა დავკარგეთ და ძალიან მძიმს მე ჩემოჭრავს. ყველას მთელ საქართველოს კლავობს. ხელა ჯვარი იტვირთა და ჩაასო. ალბათ მეორე მოსულამდე მას უკვე ვეღარ შეეხება მთელი მსოფლიო. მან საქრისტიანო რეალობაში შექმნა თავისი ეპოქა და ხედავთ რაც ხდება დღეს. ძალიან მძიმე დღეა და მთლიანობაში ერე გაერთიანებულია, გამთლიანებულია ეს დიდი პატრიარქი ჩვენი დიდი მამის დამსახურებით და ხედავს ამას მთელი მსოფლიო და მე ამაყი ვარ ამით, რომ ქართული ყოველთვის იცოდა გამთლიანება, გვერდში დგომა და გულით ყველაფრის გაზიარება და თავის ძალიან მძიმე დღეა ამ ამბავში, რომ დღეს ჩვენი პატრიარქი ზეცაში ამაღლდება და ალბათ იქიდან გააგრძელებს ერის ლოცვას და ყველა ჩვენთაგანის, თითოეულ ჩვენთაგანის. მიუხედავად ძალიან ბევრი სტუმრისა, მაინც მოხერხდა ორგანიზება, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეძლებოდათ წამიერად შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და შემდგომ უკვე დატოვონ ტაძარი. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ცოტა ხნით მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ შევიდნენ ტაძარში და მოილოცონ და მალევე დატოვონ. ახლა სამების საკათედრო ტაძარში საკმაოდ ბევრი სტუმარია, ეს კადრები შეიძლება
შეიძლება ითქვას, რომ არის ისტორიული. ბართლომეოს პირველი წესის აგების მსახურებაში იღებს მონაწილეობას და ამის შემდგომ უკვე ჩვენ მოვისმენთ მსოფლიო პატრიარქის სიტყვას, შემდგომ უკვე საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის სიტყვას და მათ შორის შესაძლოა მოვისმინოთ პოლიტიკოსების პირველი პირების სიტყვაც. ეს იქნება დამშვიდობება პატრიარქის მიმართ და ამის შემდგომ უკვე მას გადაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში. ახლა ყველა ამ პროცესის დაწყებას ელოდება. მადლობა, ნინო ელიკაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა უნდა გადავინაცვლოთ